დიდება ის შენდა, რომელიც ღირს ხარ დიდი სადიდებისა, მადლითა მით გაბწყინებულსა, ზღუდეთა მით დაურღვეველსა, სვეტთა შეურყეველსა. რამე თუ სახელი შენი ყოვლად ვედიდებულ არს უკუნისამდე. მაგრამ დრო ულმობელია. საქართველოს ციხე ქალაქნი რბევამ ნამღერება დაქცია. და დაესრულა მეფობა ქართლისა. ქართლი უმეტესად დაიპყრეს და კავკასიანთა შევიდეს. ყოველსა ზედა წარხმართეს მახვილი და ეკლესიათა შინა მდინარები სისხლისანის დიოდეს. ისტორია სიტყვა ძუნწია. მისმა დინებამ მრავალი კითხვა წამოჭრა შთაომავლობის წინაშე. ქვეყანა ელოდა ჟამთაღმწერთა ახალ მემკვიდრეს, რომელიც საუკუნეთა მრავალ საიდუმლოს ამოიცნობდა. მე-19 საუკუნის 60-იანი წლების საქართველოში ეროვნულმა ძნელბედობამ სარბიელზე თერგდალეულები გამოიყვანა, რომელთა იდეური წინამძღოლი ილია ჭავჭავაძე იყო. იმდროინდელი ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე აისახა ქართული მოწინავე საზოგადოებრივი აზრი, რომელზედაც ახალი თაობა უნდა აღზრდილიყო. 1876 წელს თბილისში ალექსანდრე ჯავახიშვილისა და სოფიო ლახვახიშვილის ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელად ივანე დაარქვეს. მშობლები შვილებს ქართულ წესსა და რიგზე ზრდიდნენ. სამშობლო ქვეყნის სიყვარულს უნერგავდნენ. პირველ კლასიკურ გიმნაზიაში სწავლისას მას ახასიათებდნენ როგორც მშვიდ, თავაზიან და ნიჭიერ ახალგაზრდას. მოწაფეობისას განსაკუთრებით ისტორია ხვარებია. ჭაბუკი ივანე თავისი მამაპაპეულის სოფლის ხოვლეს ხშირი სტუმარი იყო. ჯავახან ციხე-კოშკისა თუ ნასოფლარის მიდამოებში იგი თანატოლებთან ერთად ჭაბუკური გატაცებით დაეძებდა ისტორიის ნაშთებს. ყოველი ნაპოვნი ნივთი ახალგაზრდებში უსაზღვრო აღტაცებას იწვევდა. შემდგომში ხოვლი გორა მნიშვნელოვანი აღმოჩენების ადგილად იქცა. პეტერბურგი, რუსეთის იმპერიის სატახტო ქალაქი. ქართველი ახალგაზრდების დიდი ნაწილი აქ ეზიარა მეცნიერებას. ივანე ჯავახიშვილი შევიდა საიმპერატორო უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც ორიენტალისტთა კადრებით იმ დროისათვის ერთ-ერთი უძლიერესი იყო ევროპაში. მისი მასწავლებლები იყვნენ გამოჩენილი მეცნიერები ვიქტორ როზენი, პავლე კოკოლცოვი, ალექსანდრე ცაგარელი, ნიკო მარი. ნიკო მარმა
ივანე ჯავახიშვილის ნიცა და გარჯას ჯეროვანი ყურადღება მიაქცია და უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ იგი საპროფესოროდ მოსამზადებლად დატოვა. ივანე ჯავახიშვილი სამეცნიერო მივლინებით გაიგზავნა გერმანიაში, ბერლინის უნივერსიტეტში. აქ მან თარგმნა ევსტათე მცხეთელის მარტვილობა, რომელსაც არნაკთან ერთად დაურთო გამოკვლევა. ხოლო აბოთფილელის მარტვილობა მისი მონაწილეობით და დახმარებით გერმანულად თარგმნა შულცემ. გერმანელი მეცნიერები მას დაბეჭდებით სთხოვდნენ ბერლინის უნივერსიტეტში სამუშაოდ დარჩენას. ქართული კულტურის საზღვარგარეთ ულკერებში მრავლად მოიპოვებოდა მეტად საყურადღებო ხელნაწერები, რომელთა მეცნიერული გამოკვლევა ნათელს მოჰფენდა საქართველოს ისტორიის უცნობ ფურცლებს. ივანე ჯავახიშვილი ნიკო მართან ერთად გაემგზავრა სინას მთაზე. აქ აღმოჩენილმა მასალებმა მნიშვნელოვნად გაამდიდრა ქართული სამეცნიერო ლიტერატურა. უფრო გვიან სინის მთის ქართულ ხელნაწერთა ჯავახიშვილისეული აღწერილობა ცალკე წიგნად გამოიცა. პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ დოცენტი ივანე ჯავახიშვილი ქართველი ერის ისტორიის პირველ და მეორე ტომის, ქართული სამართლის ისტორიის რამდენიმე განაკვეთის და ძველი საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო წყობილების საკითხებისადმი მიძღვნილი გამოკვლევების ავტორია. ივანე ჯავახიშვილს სამშობლოსთან კავშირი არასოდეს გამოწყვეტია. იგი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მართავს საჯარო ლექციებს. როგორც საქართველოში, ისე პეტერბურგში აღიარებული მეცნიერი დიდ ეროვნულ საქმეს იწყებს. მისი თაოსნობით პეტერბურგის უნივერსიტეტში დაარსდა სტუდენტთა სამეცნიერო წრე, რომლის ხელმძღვანელი თვითონ იყო. რას ისახავდა ეს მიზნად? მიზნად ისახავდა ეს წრე მოემზადებინა ქართველები მომავალი სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინების საკითხავად. იქ იკითხებოდა ლექციები, მოხსენიებები ისტორიაში, იურისპრუდენციაში, ფიზიკაში, მათემატიკაში. ყველა დარგის სტუდენტი იღებდა მონაწილეობას ამ სამეცნიერო წრის მუშაობაში. იმდენად დაინტერესებული იყო ივანე ჯავახიშვილი ამ წრის მუშაობით, რომ მან მერე თვითონ 915 წელს ამ წრეში წაკითხული მოხსენიებები ცალკე კრებულად გამოსცა. და მას თვლიდა ქართული მეცნიერების პირველ დანიშნულებად, რომ ახალგაზრდა კადრები მომზადებული იყვნენ მომავალი მუშაობისათვის. რომელი მუშაობისათვის? ცხადია, მომავალი მუშაობისათვის ქართულ უმაღლეს სასწავლებელში, რომლის დაარსებისათვის ის იმთავითვე ზრუნავდა. რუსეთის უზარმაზარი იმპერია ირხევოდა. 1917 წლის რევოლუციამ თვითმფრობელობა დაამხო. ახალმა ეპოქამ ახალი იმედები მოიტანა. უკვე დაუფარავად შეიძლება ზრუნვა ქართული უნივერსიტეტის დაარსებაზე. ივანე ჯავახიშვილი თბილისისაკენ გამოეშვა. უნივერსიტეტზე ფიქრი ქართველმა ხალხმა მრავალ ძნელბედობაში გამოატარა. ოდესღაც კულტურის მძლავრი კერა იყო ფაზისის აკადემია. დაიწყებას არასოდეს მისცემია არსებობა გელათისა და იყალთოს აკადემიებისა, სადაც მოღვაწეობდნენ იოანე პეტრიცი და არსენ იყალთოელი. ეს ადამიანები საუკუნეების მანძილზე ოცნებობდნენ ქართული უნივერსიტეტის დაარსებაზე. მათ სწამდათ, რომ ქართულ მეცნიერებას კაცობრიობის აზროვნების მსოფლიო საუნჯეში ფასდაუდებელი განძის შეტანა შეეძლო. ამისათვის იღვწოდა დიდი ილია. ცნობილი საზოგადო მოღვაწე ნიკო ცხვეტაძე სათავეში ჩაუდგა სათავადაზნაურო გიმნაზიის, სინამდვილეში კი მომავალი უნივერსიტეტის მშენებლობას.
ივანე ჯავახიშვილი ამ საშვილიშვილო საქმის სულის ჩამდგმელია. მან გარშემო მოიკრება თანამოაზრენი ქართველი მეცნიერები. პატრიოტთა ამ ჯგუფმა 1918 წლის 26 იანვარს ხალხს ამცნო კავკასიაში პირველი უნივერსიტეტის გახსნა. უნივერსიტეტის დაარსებამ იმდროინდელი მოწინავე საზოგადოებრიობა აღაფრთოვანა. ეს მთელი ქართველი ერის გამარჯვებად მიიჩნიეს. ივანე ჯავახიშვილის წინადადებით უნივერსიტეტის პირველ რექტორად საქვეყნოდ სახელმოხვეჭილ მეცნიერს პეტრე მელიქიშვილს ირჩევენ. ივანე ჯავახიშვილს წილად ხვდა პატივი ახლა დაარსებულ უნივერსიტეტში პირველი ლექცია წაეკითხა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება უნივერსიტეტის ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისია. ძველი და ახალი თაობის სპეციალისტთა ერთობლივი მოღვაწეობით ეროვნული მეცნიერება ძალას იკრებს და ვითარდება. ამ პერიოდში ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტის რექტორია. საბჭოება მოხდა საქართველოში უნივერსიტეტის განვითარება წინ წავიდა და ჩვენ ხედავთ დღეს რომ ეს ყველაფერია ქართველი ერისათვის, ახალგაზრდობისათვის, მისი მომავლისათვის და ეს სიმაღლე რომელმაც მან მიაღწია არასოდეს არ დაკამდება კვევით, რადგან მისი დასაყრდენი არის ერი, მისი თანამშრომლობი მთავრობა, ენტუზიაზმით ახსნებული ახალგაზრდობა, ეს არის ჩვენი ბრწყინვალე მომავალი და ამით ცხოვრობ და ვიცხოვრებ. ათას 1931 წლიდან ივანე ჯავახიშვილი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ კონსულტანტი, ხოლო მოგვიანებით ისტორიის განყოფილების გამგეა. ქართული ისტორიული აზროვნების სათავეები ქრისტიანობის წინა ხანაშია საძიებელი. შუა საუკუნეების მრავალ საისტორიო თხზულებათა შორის უმნიშვნელოვანესია ქართლის ცხოვრება. მთელი ეპოქა შექმნა ქართულ საისტორიო მწერლობაში ვახუშტი ბაგრატიონი. ქართული ისტორიოგრაფიის შემდგომი განვითარება დიმიტრი ბაქრაძის და მე-19-მე-20 საუკუნეების სხვა ქართველ ისტორიკოსთა სახელებთანაა დაკავშირებული. ახალი ეტაპი ქართული ისტორიული მეცნიერების განვითარებაში უნივერსალურად განსწავლულმა მკვლევარმა დასავლურ და აღმოსავლურ, სომხურ, ირანულ, არაბულ კულტურულ სამყაროთა მცოდნემ, დიდმა ქართველმა ისტორიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა შექმნა.
გამხილველი რომ არ ვიყოთ ძნელია იმის დაჯერება თუ ერთმა ადამიანმა ასეთი კოლოსალური შრომა როგორ მოსტენსები გასწია. არ დარჩენილა არც ერთი დარგი ქართული ხალხის მართლა ისტორიისა, რომელსაც ბატონი ივანეს კალამი მართლაც არ შეხებოდა. მისი კვლევაძიების საგანს წარმოადგენდა როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიურ, არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, ენათმეცნიერულ, ხელოვნებათმცოდნეობისა და სხვა უამრავი მართლაც პრობლემები, რომელთა მართლაც კვლევის შედეგად მან მართლაც უჭკნობი ძეგლები მართლაც შექმნა. უნივერსიტეტმა მოამზადა ნიადაგი საქართველოში როგორც მეცნიერებათა აკადემიის, ისე ყველა ქართული უმაღლესი სკოლის დაარსებისათვის. ივანე ჯავახიშვილი ყველა კულტურული მოვლენის თავკაცია საქართველოში. ერთხისწყალოსნის 750 წლის ზეიმზე თბილისში მოძმე რესპუბლიკის მრავალი გამოჩენილი მოღვაწე ჩამოვიდა. რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურის ძეგლთა საიუბილეო გამოფენამ, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა, მნახველებზე წარუშლების დაბეჭდილება მოახდინა. საიუბილეო სესიაზე ივანე ჯავახიშვილის მიერ წაკითხულ მოხსენებას ცნობილმა რუსმა აკადემიკოსებმა სტრუვემ, შიშმარევმა და მეშჩანინოვმა უმაღლესი შეფასება მისცეს. 1938 წელს ივანე ჯავახიშვილი საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად დაასახელეს. იმავე წელს ღვაწლმოსილი მეცნიერი შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოეს, რაც საკავშირო პრესამ განსაკუთრებით აღნიშნა და ეს ქართული საბჭოთა მეცნიერების დიდი აღიარება იყო. Приношу глубокую благодарность за высокую честь, оказанную мне выставление моей кандидатуры в члены Высшего Совета Советской Социалистической Республики Грузия. Вся моя 40-летняя деятельность протекала в области науки, университета и культурному строительству. Теперь же мне предстоит новая, весьма ответственная деятельность на мне совершенно неизвестном поприще. Могу вас заверить, что все мои силы, все мои знания будут отданы на служение трудовому народу, на служение культурному строительству, на благо нашей социалистической Родины. ამომრჩევლებმა დეპუტატობის კანდიდატს შეხვედრა უნივერსიტეტში მოუწყვეს. განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარულის გამოხატულება, რომელიც თქვენ ინებეთ, მე მიმაჩნია გადაჯარდებულად ჩემდანე. ქართული გულუხლობით აიხსნება ეს. მე ჩემს მოღვაწეობას სრულებით ისე დიდად არ ვახასებ, როგორც თქვენ გნებავთ. ხშირად მე ჩემი მოღვაწეობა წარმომიდგენია ისე, როგორც ჭიანჭველა პატარა, რომელიც ეფოთინება დიდ მარცვალს და მიაქს. მაგრამ გამარტოებული მუშაობით მარტო ერთ ადამიანს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ეს იყო ჩემი ღრმა წმენა ყოველთვის, ეს რწმენა არის ამჟამადაც, როდესაც მე უკვე მოხუცებული გახლავარ და რასაკვირველია, სულ სხვანაირად მინდა ვიმსჯელო, ვიდრე მე ვსჯელობდი, როდესაც მოცილდება.
ცხადი არის ჩემთვის, რომ თუ ერთ ჯანჯველას არ შეუძლიან დიდი საქმის გაკეთება და ის თავისათვის მიეზიდება მხოლოდ უთკარს ცალკეულს გამომუშავებული თაფლით შეუძლიან მხოლოდ თავისი თავი გამოხმებოს, უთრების გას შეუძლიან ადამიანს მისცეს და აძლევს კიდევ იმ თავს, რომლითაც ჩვენ ყველანი ვიკვებებით ხოლმე სიამოვნებით. და თუ ჩემს მოღვაწეობაში, განსაკუთრებით საუნივერსიტეტო მოღვაწეობაში უკვე საქართველოში მართლაც ნაყოფიერი შედეგი მოხდა, ეს აიხსნება მარტო ჩემი მუშაობით კი არა, არამედ იმით, რომ მე ბედნიერი ვიყავი, რომ ვერც მიმშვენებდნენ საუკეთესო მუშაკები, საუკეთესო სულის გვერდებით გამსჭვალული ერთი ნების ყოფის ქვეშ მოქმედი. ჩემს მოღვაწეობაში მე ხელმძღვანელობდი ერთ ხალხურ ლექსით, რომელშიაც ჩვენივრად არის გამოხატული ქართველი ხალხის ზნეობრივი მოძღვრება აუცილებლობის შესახებ, რომელსაც უნდა ადამიანი აკმაყოფილებდეს. კარგი ვარ, იმას ნუ იტყვი, თავს ნუ დაუწყე ფებასა. კარგი ჩვენც მოგვეწონება, ცუდი არც თავის დედასა. როგორ ვიკადრებ მე, რომ თქვენ წინაშე ჩემს შესახებ რამე ვთქვა იმაზე მეტი, რაც სხვებს შეუძლიათ თქვა. ეს არც საკადრისია ჩემ ხურივ და არც ამას მიგარნახებს ქართველი ხალხის ზნეობრივი მოძღვრება. ამ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ფართოდ გაიშალა არქეოლოგიური სამუშაოები, რომლის სულის ჩამდგმელი და პირველი ხელმძღვანელი ივანე ჯავახიშვილია. ქართულ მეცნიერთა შორის ყველაზე თვალსაჩინო ადგილი თავისი მოღვაწეობით უშათოდ უკავია პროფესორ ივანე ჯავახიშვილს. მისი შემოქმედება განუყრელად დაკავშირებულია ჩვენი ეს ცხოვრებასთან, საქმიანობასთან. იგი იყო დიდი მოღვაწე, რომელმაც საქართველოს საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოებაში დაარსა არქეოლოგიური სექცია, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული წარსული კულტურის ძეგლების თავმოყრას, შესწავლას და მეცნიერულ დამუშავებას. დმანისის და გეგუთის გათხრებმა ქართულ ისტორიულ მეცნიერებას მრავალი სიახლე შესძინა. მცხეთაში, არმაზის ხევში, სამთავროს სამაროვანზე აღმოჩენილი სამარხების ნაშთებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარა. ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს: მიღებული შედეგები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კვლევა ამ ტერიტორიისა უწყვეტად ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. ეს არის პირველი გეგმაზომიერი არქეოლოგიური ათვისება უძველესი ქალაქისა, რომლის ნეკროპოლი 15 საუკუნეზე მეტი დროის ძეგლებს მოიცავს და ნათელს ფენს მთელი კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის კულტურულ-ისტორიულ პრობლემებს. 1939 წელს ივანე ჯავახიშვილი აირჩიეს საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. 1940 წლის 18 ნოემბერს ხელოვნების მუშაკთა სახლში ივანე ჯავახიშვილი ჩვეული სიდარბაისლით კითხულობდა ლექციას. მსმენელის თვალწინ იფურცლებოდა საქართველოს წარსული. იგი ლაპარაკობდა შემოსევებისა და ომებისაგან სულმოთხმულ საქართველოზე, როგორ იშუშებდა იგი ჭრილობებს, როგორ ქმნიდა ერი დიდებულ ტაძრებს, დღესაც რომ აღმართულან მაღალ სვეტებად.
ითვლებოდა იგი იმ დროზე, როცა საქართველოში მერჩულესა და რუსთაველის, გიორგი მთაწმინდელისა და ბექაო პიზარის ხელოვნება ხვაოდა. მან იცოდა, რას ხაღადებდნენ გაცხრეცილი ეტრატები. და ბევრი ჰქონდა კიდევ სათქმელი. ანტიკური ტრაგედიის გმირების მსგავსად ივანე ჯავახიშვილი ფეხზე მდგომი შეეგება სიკვდილს. ყველა იქ მყოფს საღვევში სისხლი გაუშვა, გონება დაევა, ყველა შიში ზარმაიტა. კარგად ვიცით, რომ ჩვენში ამ დროს იქიური კატასტროფა თქვათ მიწისძვრა არ ყოფილა, მაგრამ მთელი საზოგადოება შეშფოთდა და შედრწუნდა. ხელვარებამ მოიცვა მთელი თბილისი, შორს გაისმა გლოვის ზარი. ამან მაღალი ზნეობის ნათელი კვალი, რომელზეც ჯავახიშვილის სეული რწმენით მარადივლის შთამომავლობა. ივანე ჯავახიშვილის მთელი ცხოვრება უნივერსიტეტთან იყო დაკავშირებული. ამ კარიბჭესთან აღმართა ქართველმა ხალხმა ძეგლი ერისკაცის ღვთავსახო. თავის მოწაფეებთან სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილთან ერთად შექმნა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო, რომელსაც მისი გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო პრემია მიენიჭა. უნივერსიტეტში დაარსდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის კაბინეტი, რომელიც მისმა მოწაფემ აკაკი შანიძემ გახსნა. დაწესდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, რომელიც უმნიშვნელოვანეს მეცნიერულ გამოკვლევებს ენიჭება. ამ დიდი ჯილდოს პირველი ლაურეატები არიან ოთარ ჯაფარიძე, აკაკი შანიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი გეგელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება ივანე ჯავახიშვილის მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა. პირად ნივთებთან ერთად აქ დაცულია ხელნაწერები, რომელთა ნაწილი უკვე გამოიცა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტი ივანე ჯავახიშვილის სახელობისაა და მის მეცნიერულ ტრადიციებს აგრძელებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნახევარსაუკუნოვანი იუბილე დიდ სახალხო ზეიმად, ქართული მეცნიერების და მისი სახელოვანი ამაგდარის საყოველთაო აღიარებად იქცა. უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიის პრობლემატიკაზე მუშაობს საქართველოს ისტორიის კათედრა, სადაც მეცნიერთა ახალი თაობა იზრდება. უნივერსიტეტი არნახულად გაძლიერდა. იგი დღეს ათასობით წარჩინებულ სტუდენტს, ასპირანტს, მეცნიერ მუშაკს ითვლის.
ეს არის 60,000-იანი ლაშქარი უმაღლეს დამთავრებული. ქართულმა სამეცნიერო სკოლებმა მთელ მსოფლიოში მოიხვეჭეს სახელი. ჩვენი ღვაწლმოსილი მეცნიერები საზღვარგარეთის მრავალი ქვეყნის აკადემიების საპატიო წევრები არიან. ქართული საბჭოთა მეცნიერება დღეს მსოფლიოს არბილზეა გასული. ტრადიციად იქცა მჭიდროკულტურული ურთიერთობა პრაღის, ლოძის, იენის და სხვა ქალაქების უნივერსიტეტებთან. სულ უფრო ღრმავდება მეგობრული კონტაქტები თბილისისა და მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტებს შორის. ამ მტკიცე კავშირის გამოხატულებაა მათ შორის დადებული მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება. ეს ყოველივე იმ დიდი საქმის აღსრულებაა, ივანე ჯავახიშვილმა ძნელად სავალი გზით რომ დაიწყო. ეროვნული აღორძინების ისტორიაში ილია ჭავჭავაძის შემდეგ თავარი ფიგურა და მისი საქმის ღირსეული გამგრძელებელი უთუოდ ივანე ჯავახიშვილი იყო, რომელსაც წილა და ხვდა წინამძღვრად გაზღოლოდა მრავალ საუკუნოვანი კულტურის მქონე ეს უკეთესი მომავლისათვის. ჩვენ ივანე ჯავახიშვილს ვეძახით დიდ ივანეს, იმიტომ რომ ისტორიაში ძალიან ცოტა არის ასეთი ინიციატივიანი, დიდი პატრიოტი და თავდადებული თავისი ხალხისათვის. მაგონდება ღვაწლმოსილი ივანეს შრომების ერთი ტომი, რომელიც მან ფეხით მომიტანა ვარდისუბნის ქუჩაზე. ეს იყო უდიდესი მეცნიერული ჯილდო, რომელიც მე ჩემს თვალში მიმიღე. ივანე ჯავახიშვილის კოლოსალური სამეცნიერო მემკვიდრეობა სათანადო შესწავლისათვის დროს მოითხოვს. ამ მემკვიდრეობის სათანადო შეფასება მომავლის საქმეა.